მოდი ახლა დაღმავალი სანთელი განვიხილოთ, კიდევ ერთხელ გავიაროთ. ფასი გაიხსნა აი აქ და დაიხურა აქ. მიიღწია ან ეს მაქსიმუმი, ან ეს მინიმუმი. და მოძრაობა ორი სცენარის არის. ან ფასი გაიხსნა აქ და ავიდა მაღლა, ჩამოვიდა დაბლა და დაიხურა აქ, ან მეორე ფასი აქედან ჩამოვიდა ეგრევე დაბლა, ავიდა ისევ მაღლა და დაიხურა ისევ აი აქ დაბლა. გადავიდეთ ახლა გრაფიკულ მაგალითზე და გავხსნათ 1 საათიანი სანთელი პირობითად. ჩვენ გვაქვს დაღმავალი ბოლო წითელი სანთელი, სადაც გახსნის წერტილი არის აი ეს. დახურვის წერტილი არის ეს. ეს არის მაქსიმუმი და ეს ხაზი, როგორც დახურვის წერტილი, ასევე მინიმუმიც არის, იმიტომ რომ აქ ჩრდილი არ გვაქვს. ხო ხედავთ? ამიტომ ეს თან მინიმუმი არის და თან დახურვის წერტილი. გადავიდეთ მოდი 5 წუთიან time frame-ზე და რომელი 1 საათიანი იყო, ეს იყო 16:00-ის სანთელი, რომელიც იხსნება 16:00-ზე, ანუ აი აქ და ამიტომ აქეთ დავხაზავ ვერტიკალს, რომ მოდი პრინციპში ასე გავაკეთებ. აი ეს რაღაცას ვიზავ. და ამას გავამკვრთალებ თქვენთვის. всё. ამ მოძრაობაში მოქცეული ფასი არის 16:00-დან 55 წუთამდე. მივახციეთ აი ეს მაქსიმუმი, როგორც ხედავთ, მაქსიმუმის წერტილი გვაქვს მონიშნული და მინიმუმის წერტილი, რომელიც დახურვას დაემთხვა. გახსნის ფასი არის 16:00-ის, აი ეს წერტილი, ვინც ნახეთ აღმავალი ვიდეო, იცით რომ აი ეს წერტილი არის გახსნის წერტილი და აგერ 5 წუთიანზეც დაემთხვა, საათი არის გახსნის წერტილი 5-იანისას, იმიტომ რომ აქ ერთი და იგივე დროზეა ლაპარაკი, 16:00 არის 1 საათიანისთვისაც და 5 წუთიანისთვისაც და თუ წუთიანზე გადმორთავ, ხო? წუთიანზეც აი ეს წითელი სანთელი რო იხსნება, გახსნის წერტილი არის აი ეს. ანუ წუთიანზე, 2-იანზე, 3-იანზე, 5-იანზე ყველგან ერთი და იგივე არის, იმიტომ რომ დრო არის საერთო. ეს არის მთავარი ფუნდამენტი და პრინციპი. რა მოხდა ახლა აქ 5 წუთიანზე? ფასი გაიხსნა აი აქ, ავიდა მაღლა და ჩამოვიდა დაბლა. და დაიხურა კიდეც აქ, არანაირი ვიქით low არ მოგცა. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ეს არის გახსნის წერტილი, ეს არის მაქსიმუმი, ეს არის დახურვის წერტილი, ეს არის მინიმუმი. მინიმუმს და მაქსიმუმს წითელფრად გავაფერადებ, რომ ვიზუალურად გამოვარჩიოთ და ეს არის 11:00-ის სანთელი. გავდივართ 5 წუთიან გრაფიკზე და 11:00-ის სანთელზე პირველი ვერტიკალი იხაზება 11:00-ის აქეთ, რომ ვიზუალურად გავსაზღვროთ და მეორე ვერტიკალი იხაზება 11:55-ის აქეთ, ანუ 12:00-ზე. და თუ ჩვენ აი ამას გავაკეთებთ და მოვაქცევთ ჩვენს მოძრაობას აი ამ ოთხკუთხედში, პრინციპში ამ ხაზებს წავშლით და რას ხედავთ ახლა აქ. ფასი გაიხსნა აი ამ ადგილას 11:00-ზე, პირველი დაღმავალი სანთელი არის ეს, გაიხსნა აი აქ და ეს გახსნის შავი წერტილი მაგას გვიჩვენებს, წავშალოთ მოდი და დაიხურა 11:55-ზე აი აქ, მარჯვენა კუთხეში. აი ამ ადგილას მოკლედ. ესეც წავშალოთ და რა გააკეთა ახლა ფასმა ამ დროის განმავლობაში. გაიხსნა აი აქ, როგორც ხედავთ, 11:00-ზე ავიდა მაღლა, ჩავიდა დაბლა, დააფიქსირა აქ მინიმუმი და აქ მაქსიმუმი და დაიხურა აი აქ, აი ამ ადგილას, 11:55-ის სანთელზე. ესეც დაღმავალი სანთლის კიდე ერთი ვიზუალური მაგალითი. ამას სჭირდება ვარჯიში, პრაქტიკა, თუ თქვენით არის ვარჯიშეც, ან ვიღაც არ დაიხმარეთ, ვინც გეტყვით და შეგიმოწევთ ამ ყველაფერს, ცოტა რთული არის, თუმცა პრაქტიკაში ყველაფერი მოდის.